Gözlemesi devam edecek muharebide. Olaydı ve devam edeceğim semde. Amin. Dide başında kısa söylüyor. Dide başında. Dide mama sadas sadas vidasa susat samaradis da ukuni samde. Amin. Upalo შეგვიწყალენ სახელით აუფლისათა ყოლა თუ სამღელო ესო მეუფეობა კუთხე რომელმან იუდანეში ადიზებაი ინდება იონესაგან ჩვენი საცხოვრებისათვის ქრისტე მანჯეშმაით ბარმეთთან ჩვენმა ნახებით დევისებისა და დადიბუდა უაბიბუდა მუსიკუდა და ყოველ დაზმინდა და Vista da შეგვიწყანეს და გვაცხოვეს სახელად და გასმოყვარე. ამინ. უფალო შეგვიწყალენ. სახელი და მამისა და დათისა და სულისთემსა. დღეს წაგითხო სახარება შეეძლო უფალი რო ჩავიდაო იორდანეშიო სულიწმინდა გადამოვიდაო წედის სახელო და ამ აღმეთისგან მოისმავა ხმა ეს არის თუ ძე ჩემი საყვარელი ესე იგი ნათლისების გარდა არის კიდე სამების განცხადება და გილოცავ სამების განცხადებას გაგახაროთ მეთქვა და შიად ვამბობ რომ გახარება არის სულიწმინდი და არის გახარება ადამიანი გახარება რას ქვია საკჩუქნია როცა რაღაცა სულები გვისულდება და სულისგან სიხარული კიდე რა არის როცა გაჭირვებას ეხმარები მოწყალებას გასცემ სიკეთეს აკეთებ აი შენ სხვა ვინათლებით და ნართობის დროს პირდებით რომ ვიცხოვრეთ უანგაროდ. მაგრამ ხშირად მომბრო ერთია თქმა და მეორეა ცხოვრება. ხანდახან არის შემთხვევები რომ ძმას ერთშიც ოჯახის ერთმანეთს ერთიან ვიცის გამო და საწინააღმდეგო რა არის სიყვარულის ანგარების უანგაროდ ვიცხოვრო სიყვარულის ნიჭი და კიდე რა სიტყვებს ჩვენგან უფალი მარტო მოყვარები თუ გიყვარსო ქრისტიანი არ ახარო და ეს ხდება არა ადამიანური ძალები და თვის ძალით და ვსაკითხულობ გრიგოლ ფერაძის ცხოვრებას, წმინდანების ცხოვრებას ვსაკითხულობ რომ ქართულმა ეკლესიამ აირჩია მეფე მირიან ისა თბილისის ფარულად დაბოთილელი იმას რა ქვია როცა არაბების ქვეშ ვიყავით 60 წელი მონობის ქვეშ და ასევე ხშირად მოყავს რომ სიონის გვერდში არის მეჩეთი და სინაგოგაც ამით ისეთ მომენტი რომ ჩვენ წინაპრებს არ დაუკარგვათ სიყვარული მტრებისადმი მაგრამ რატომ იწევ ჩვენმა წინაპრებმა სულიწმინდი იცოდნენ რომ მტერი არის მარტო უხილავი მტერი რომელსაც ქვია ბოროდისული და რატომ წინასწარი იონაძინა თქვამი რომ პირველი არის თუ წინასწარმეტყვეთაგან იმიტომ რომ მას გადაგებდა სინანოს და საწინააღმდეგოს ასაკეთებს ეშმაკს აქვს სანამ არ იქნება მიუძმოსმა მოქმედების თავისუფლება და ესაც ქვია ლიბერალური არხები ერთი 4 არხი მაინც არის და საბჭოთა კავშირი დაიშალა გვინადგურებენ შვილიშვილებს ესე იგი არასწორი შოუებით იმიტომ პროპაგანდა ვიციტყვაობის და ასე შემდეგ ცოდვების მაგრამ ჩვენ ხელში ეს ტელევიზორი არის საეკლესიო არხი ტელევიზიაში არის საეკლესიო არხი იმაში მანქანაში რადიოში 105.5-ზე და რა წერია საღარებაში ამოითხარიო თვალიო და მოიჭერი ხელიო თუ გასუნებსო და ამიტომ ჩვენ ბავშვებს უნდა გავუწიოთ ყურადღება უნდა მივაქციოთ დასუყურებ იმიტომ არის შემთხვევები რომ მოყავს შვილებს თავისი შვილი ფსიქიატრთან მისაღვენე იმიტომ რომ ისეთ მოთმინებს უყურებს და ამ დროს საშუალება გვაქვს რომ ჩვენ შვილები გავზადოთ ქრისტიან მოთმინების საკისო ზღაბრები წმინდა და ცხოვრებებით მაგრამ ჩვენ თვითონ უნდა ვიკითხოთ ჩვენ დავუყუროთ ჩვენ ბავშვებს გადავწეთ წმინდანების სიყვარული ამის საშუალება გვაქვს და რაც ხდება ახლა ეს საყარებაში ნათქვამია რომ იქნება სრული განშორება ამაში რა ადამიანების ღვთისგან და საქართველოს კიდე ნათქვამია რომ საქართველოს გაბწინდება და ამით მტერია მერეთის საწუნოების ჩვენზე ეცინება იმიტომ რომ დღეში ვარ და დღეს რეალობა დედა იქა შვილი აქა ცოლი იქა ხმა ეხლა საშინელება უმეტი ღვთისო გადის მაგრამ მე ხშირად მოყავს ციხის მაგალითი და კიდე მოიყვან იქ ვინც ეზიარება ციხეში რო გამოდიან მაზიარებელი რჩება 5-10 გამოდის რომ ის ციხე მწუხარება ყოფილა სულისთვის იქ მოცულობენ მაინც არ გამოდიან ზოგი ნოთებიდება ზოგი წამიდება და ასე შემდეგ ასევე მე რო სოხუმელი ვარ ხშირად ლაპარაკობ რომ დღეს ვთქვია რომ რამდენი ხატ ეს აფხაზეთიდან ლებიო ბერებიო რომ გააკეთეს განსაცემა გაჭირვება და მაგალითად მოყვანილი საყარებაში რომ დაზარი დაინგრევა და 12 კაცი მოყვება და უფალს ეკითხებიან რომ ცოდვილები იყვნენ, კიო ცოდვილები იყვნენ, მაგრამ
თქვენთვის გაფრთხილება არის, რაც ხდება უკრაინაში, რაც ხდება ღაზაში, რაც ხდება ირანში. ყველა მარტო საქართველოს კი არა. ყველასთვის გაფრთხილება არის ისე, რომ შევინანოთ და თუ არ შევინანოთ, მოვა ის რა მოვა, რაც მოხდა წაღვნა, მოხდა დაზვა ორი ქალაქის. თუნდაც არაფერი არ ხდება, თმა არ დავარდება და ბეღურა არ ჩამოვარდება. ამიტომ გამოსავალი რაშია? სინანოში. და ხშირად ვამბობ, რომ ეს შვიძილოცები, შილოცები რატომ აგარგი? და განსაკუთრებით შვიძილოცები, იმიტომ რომ შედგება ფსამუნებისაგან და თქვენ ახალი ლოცვაზე რო დგახართ, მე ლოცვაზე არ გაგიჭირდება დგომა, იმიტომ რომ ლოცვა შედგება ფსამუნებისაგან და კიდე ერთი მამის მაგალითს მოვყვან, სხვა ზოსტესაგან თქვა, ათონებმა მამამ რომ დიდი ომი იქნებაო, მესამედი გაწდებაო და ეს ქალაქი და ეს სოფელი რო გადარჩესო, ხშირად ილოცეთო. წმინდა ომეთო, წმინდა ოზირო, წმინდა უდავში გვიწანი, 23-ჯერ თქვითო. მაგრამ წმინდა ომეთო სიტყვითო, მამაოჩინო სიტყვითო, მეთო გადაარჩინე საქართველოსთო. სოფლიოსთვის ილოცე. არ აქვს შენობა, თავია ილოცო. და რატომ ამბობ ამას, იმიტომ რომ ხშირად როგი მოწუნია და ამბობს არ ვლოცულო. და მე უკვირს რატომა, ცუდად რატომ აქვს, ნერვოზი რატომ არ აქვს, ძილი რატომ არ აქვს, სიმშვიდე. შევიყვაროთ ლოცვა და ხშირად მოყავს წმინდანოს მაგალითი, პატარა გოგო იყო. 15 წლის მომოვიდა და მოაქცია მეფე მირიანი. ამიტომ შევიყვაროთ ლოცვა. და ეს ცოცხალი წვენა მოგწევს მე თუ რაც უნდა ჩვენ წინაპრებსა. ჩვენთანაც მერტი.